სოფელში 42 წლის კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი. შემთხვევა 4 ივნის ყმაღელის მეტროსთან მოხდა. 42 წლის პირმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 3 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დაავადებული მომხდარიდან მალევე დააყენეს. ქართული ოცნების მთავრობას ნატოს სამიტზე მიწვევა ამ დრომდე არ მიუღია. ინფორმაცია მთავარ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ნატოს სამიტი 24-26 ივნის ჰააგაში გაიმართება. სამიტს ალიანსის წევრების გარდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული არხების წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრები დასაშვებად ცნო. პარტიამ ფორმულას TV პირველსა და მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა ოლიგარქის რეჟიმის პატიმრების, პოლიტპატიმრების, არალეგიტიმური პარლამენტის და სხვა ტერმინების გამოყენების გამო. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა გასაკვირი და ჩემთვის გაუგებარია. სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემას ეხმაურება. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში ყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმრები. ცოტა გასაკვირი არის და ჩემთვის გაუგებარიც კი.